ერთ ტყეში, სადაც ხეები ცამდე იზრდებოდნენ, ცხოვრობდა ერთი კურდღელი. ის ტყეში ყველაზე სწრაფი იყო. ისეთი ძლიერი ფეხები და სწრაფი ნახტომი ჰქონდა, რომ საკუთარ ჩრდილსაც კი ეჯიბრებოდა. კურდღელს ძალიან უყვარდა ტრაბახი. როცა სხვა ცხოველებს ხვდებოდა, მუდამ გაიძახოდა. მიყურეთ, ტყეში ვერავინ დამეწევა. მე ვარ სისწრაფის მეფე. ცხოველები უკვე დაიღალნენ მისი ქედმაღლობით, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. ბოლოს და ბოლოს ის მართლაც ძალიან სწრაფი იყო. ერთ დღეს, როცა კურდღელი კვლავ თავის სისწრაფეზე ამაყობდა, მოულოდნელად მშვიდი ხმა გაისმა. მე შეიძლება არ ვიყო სწრაფი, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემიძლია რბოლაში მოგიგო. თქვა კუმ. ტყე დადუმდა. ყველა ცხოველი კუს მიაშტერდა. ის ნელა მოძრაობდა, მძიმე ბაკანი ჰქონდა, მოკლე ფეხები, ისე ნელა მიდიოდა, თითქოს დრო თავადელოდა მას. კურდღელი ახარხარდა. შენ, მე მჯობნი, რასასაცილოა, თვალის დახამხამებაში დაგტოვებ უკან. მაგრამ კუ არ იცინოდა. იგი სერიოზულად უყურებდა კურდღელს და უთხრა. ვირბინო თვალ, ტყეში, ტბის ირგვლივ, ფინიში იქნება დიდ მუხასთან. მელია, რომელსაც ტყეში სამართლიანად თვლიდნენ, სიამოვნებით დასთანხმდა, რომ რბოლის მსაჯი ყოფილიყო. მეორე დილას ტყე სავსე იყო მღელვარებით. ყველა ცხოველი, ჩიტები, ციყვები, ირმები და მელიები შეკრებილიყვნენ, რომ ეს უჩვეულო რბოლა ენახათ. სტარტის ხასთან იდგნენ კურდღელი, ენერგიული და მხიარული, და კუ, წყნარი და მშვიდი. მელიამ ფოთოლი დროშასავით ასწია და დაიძახა. მოემზადეთ. ყურადღება, დავიწყეთ. კურდღელი ელვის სისწრაფით გაქანდა. ის გარბოდა ხეების მიყოლებით, ხტებოდა ქვებზე, უქროდა ტბას, მალევე იმდენად შორს იყო, რომ კუც ვეღარ ჩანდა. კურდღელი შეჩერდა, უკან გაიხედა და გაიღიმა. ის ალბათ ჯერ სტარტზეც არ გასულა. დრო მაქვს, ცოტა დავისვენო. მოკალათთა ხის ქვეშ ჩრდილში, თბილ ბალახზე წამოწვა, თვალები დახუჭა და მალევე ჩაიძინა. ამ დროს კუ განაგრძობდა გზას. ნელა, მაგრამ გამუდმებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ. იგი არ ჩერდებოდა და უკანაც არ ეხედებოდა. ტყის ხმაური ჩაცხრა, მზენელა გადიოდა ცაზე და კურდღელი ისევ ძილში იყო. თუმცა, მალე ერთმა ციყვმა წამოიძახა. კუ, უკვე ფინიშს უახლოვდება. კურდღელმა ყურები გააქნია, თვალი გაახილა და შეშფოთებული წამოხდა. რა? კუ! სწრაფად წამოხდა ფეხზე და გაიქცა ფინიშისკენ. მაგრამ როცა ფინიშს მიუახლოვდა, დაინახა კუ უკვე ფინიშის ხასთან მიდიოდა, ნელა და თავდაჯერებულად. კურდღელმა უკანასკნელი ძალები მოიკრიფა, მაგრამ გვიან იყო. კუმ ფინიშის ხაზი გადაკვეთა. მთელი ტყე აღფრთოვანდა. ცხოველები ტაშს უკრავდნენ, ჩიტები მღეროდნენ და ყველა გაოცებით უყურებდა გამარჯვებულს. კურდღელი მივიდა კუსთან და თავი დახარა. მაპატიე კუ, ძალიან ამაყი ვიყავი. მეგონა, ვერავინ მომიგებდა. კუმ გაუღიმა. შენ სწრაფი ხარ, მაგრამ ხანდახან მოთმინება და თანმიმდევრული შრომა ყველაზე დიდ შედეგს იძლევა. იმ დღიდან კურდღელმა ტრაბახი შეწყვიტა. იგი ისევ დარბოდა სწრაფად, მაგრამ სხვებს პატივს სცემდა. კუ და კურდღელი მეგობრები გახდნენ. ისინი ხშირად ერთად დადიოდნენ ტყეში. ნელა თუ სწრაფად, ერთად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. და ბოლოს, არასდროს უნდა შევაფასოთ სხვები მათი გარეგნობის ან სისწრაფის მიხედვით. მოთმინება, შრომა და თავდაჯერებულობა საბოლოოდ მოგებას მოიტანს.
ოდესღაც შორეულ ქვეყანაში ულამაზეს მდინარესთან სამი ძმათხა ცხოვრობდა. ერთმანეთს ძალიან გავდნენ, მაგრამ განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ. უფროსი, ყველაზე დიდი და ძლიერი, ძალიან მამაცი იყო. შუათანა სწრაფი და მოხერხებული იყო. ხოლო უმცროსი, ყველაზე პატარა, ძალიან საყვარელი და ჭკვიანი. თხები ძალიან კარგად ცხოვრობდნენ და მთელ დღეებს მდინარის პირას გაშლილ მინდორზე ბალახის ძოვაში ატარებდნენ. თუმცა ერთ დღეს მთელი ბალახი შეჭამეს. პატარა თხას თვალები აუცრემლიანდა და თქვა: ოჰ, ახლა რა უნდა ვჭამოთ? ნუღელავთ, მდინარის მეორე ნაპირზე ბევრი, ძალიან გემრიელი ბალახია. მოდით, გადავიდეთ იქ. მართალი ხარ, ძმაო. იზღა დაგვრჩენია. მდინარეზე გადავიდეთ და ის უზარმაზარი მწვანე მინდორი მთლიანად ჩვენი გახდება. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, რაც მათ მდინარეზე გადასვლას აფერხებდა. ხიდის ქვეშ, სადაც მათ უნდა გადაევლოთ, ძალიან საშინელი და გაბრაზებული დევი ცხოვრობდა. მას არ უყვარდა, როდესაც მის ხიდზე ვინმე გადადიოდა და მისი საყვარელი საჭმელი თხები იყვნენ. ძმები ცოტა შეშინდნენ, მაგრამ მშიერი მუცელი უფრო აწუხებდა. ბევრი იფიქრეს და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ საშიში დევი ვერ შეაჩერებდათ. დიდმა ძმამ მიკითხა: ვინ გაბედავს მდინარის გადაკვეთას პირველი? პატარა თხა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პატარა იყო, მაგრამ ძალიან მამაცი, წინ გამოვიდა და თქვა: მე წავალ პირველი. პატარა თხამ ღრმად ჩაისუნთქა, ცოტა შეშინებული იყო, მაგრამ გადაწყვიტა არ შეჩერებულიყო. თხამ ფრთხილად დაიწყო ხიდზე გადასვლა. მისი პაწაწინა ფეხების ხმა ხიდზე ისმოდა. დევმა, რომელსაც ძალიან მგრძნობიერი ყურები ჰქონდა, ფეხის ხმა გაიგონა და დაიყვირა. ვინ გაბედა ჩემს ხიდზე გადმოსვლა? პატარა თხა ცოტა აკანკალდა, მაგრამ თავი გაიმხნევა და უპასუხა: მე ვარ პატარა თხა, მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა მინდა. ვერ გადახვალ ჩემს ხიდზე, მე ვაპირებ რომ შეგჭამო ახლავე. პატარა თხას შეეშინდა, მაგრამ მას გონიერება არ დაუკარგავს. მას ძალიან კარგი იდეა მოუვიდა. გთხოვ, არ შემჭამო, მე ძალიან პატარა ვარ და სულაც ვერ გაგაცხობ. ჩემ შემდეგ ჩემი შუათანა ძმა მოდის, რომელიც ჩემზე ბევრად დიდია. მას თუ შეჭამ, ის უფრო გეყოფა. ტროლს თვალები აუციმციმდა. მართალი ხარ, შეგიძლია გაიარო. უთხრა ტროლმა და პატარა თხა უმალ მეორე ნაპირზე გაიქცა, სადაც უზარმაზარი მინდორი დახვდა და გემრიელი ბალახის ძოვა დაიწყო. შუათანა თხამ, რომელმაც დაინახა, რომ მისი პატარა ძმა უსაფრთხოდ გადავიდა, გადაწყვიტა თავად წასულიყო. ისიც ფრთხილად მიაბიჯებდა ხიდზე. ტროლმა მისი ფეხის ხმაც გაიგონა და ისევ დაიყვირა. ვინ გაბედა ჩემს ხიდზე გადმოსვლა? შუათანა თხამ თამამად უპასუხა: მე ვარ შუათანა თხა. მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა მინდა, სადაც ჩემი პატარა ძმაა. ვერ გადახვალ, რადგან ვაპირებ რომ ახლავე შეგჭამო. შუათანა თხას შეეშინდა, მაგრამ მანაც გადაწყვიტა, რომ ჭკუა ეხმარა. მან დევს უთხრა: შეგიძლია შემჭამო, მაგრამ იცოდე შეცდომას უშვებ. ცოტა ხანში ჩემი უფროსი ძმა მოვა, ის ყველაზე დიდია და თუ მას შეჭამ, ის ნამდვილად გაგაძღობს. ტროლმა ცოტა იფიქრა და გადაწყვიტა, რომ შუათანა თხა მართალს ამბობდა. კარგი, მაშინ შეგიძლია შენც გადახვიდე. შუათანა თხა უმალ გაიქცა მდინარის მეორე ნაპირისკენ და თავის პატანა ძმას შეუერთდა. ორივე ბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ, რადგან ახლა გემრიელ ბალახს მიირთმევდნენ. ბოლოს დიდი
ძლიერი თხისჯერი დადგა. მან დაინახა, რომ მისი უმცროსი ძმები უსაფრთხოდ იყვნენ და გაიფიქრა, რომ ახლა მისი დრო იყო ეჩვენებინა თუ რა ძლიერია. მისი ფეხების ხმა ხიდზე ძალიან ძლიერი იყო. ტროლს ასეთი ხმა არასდროს გაუბონია. გაბრაზდა და დაიყვირა. ვინ გაბედა ჩემს ხიდზე გადმოსვლა? დიდმა თხამ უშიშრად უპასუხა. მე ვარ, დიდი თხა, მე ვაპირებ გადავიდე მდინარის მეორე ნაპირზე, რომ ჩემს ძმებს შევუერთდე და შენ ვერ შემაჩერებ. ტროლი ძალიან გაბრაზდა. ვერ გადახვალ, რადგან ვაპირებ, რომ ახლავე შეგჭამო. დიდმა თხამ გაბედულად უპასუხა ნამდვილად ვერ შეჭამ, რადგან შენზე ძლიერი ვარ. და ეს რომ თქვა, სრული სისწრაფით გაექანა ტროლისკენ. დიდი თხა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაეჯახა ტროლს. ტროლი ისე მაღლა აისროლა ჰაერში, რომ თხას ეგონა მთვარეს მიწუდებოდა. შემდეგ კი პირდაპირ მდინარეში ჩავარდა და ჩაიძირა. დიდმა თხამ გამარჯვებით გაიარა ხიდი და შეუერთდა თავის პატარა ძმებს. სამმა ძმამ იმ დღის შემდეგ ისევ ბალახის ძოვაში განაგრძეს მთელი დღის გატარება. ისინი ბედნიერად და მშვიდად ცხოვრობდნენ, რადგან საშიში ტროლი აღარ აწუხებდათ. ჭირი იქა, ლხიმი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. ერთ ტყეში ცხოვრობდა ერთი პატარა თაგვი. მას ყველა ცხოველი ძალიან ეშინოდა. როგორც კი რამეს დაინახავდა, მაშინვე გარბოდა დასამალად. ფოთლების შრიალზეც კი თავის ბუნაგში გარბოდა, რომელიც ხეში ჰქონდა გამოჭრილი. ამის გამო ტყეში მცხოვრები ყველა ცხოველი დასცინოდა მას. ერთ დღესაც თაგვმა გადაწყვიტა წასულიყო ლომთან და დახმარება ეთხოვა. როდესაც მივიდა ლომის ბუნაგთან, ლომს ეძინა. თაგვი მიუახლოვდა ლომს, შემდეგ კი მის ზურგზე აცოცდა. ყველა ცხოველი გაკვირვებული უყურებდა თაგვს, თუ როგორი გამბედავი იყო. როდესაც თაგვი ლომის ზურგზე იყო, ლომს გამოეღვიძა. ჩამოაგდო თაგვი ძირს და შეჭმა დააპირა. სხვა ცხოველები გაკვირვებულები უყურებდნენ ლომს. ლომმა თაგვს კითხა: რა გინდა? ჩემს ზურგზე რასაკეთებდი? შეშინებულმა თაგვმა ძლივს ამოიღო ხმა. ძალიან მშიშარა ვარ. ყველაფრის მეშინია და შენთან როგორც ცხოველების მეფესთან დახმარების თხოვნით მოვედი. გთხოვ არ შემჭამო. ლომი უსმენდა თაგვს და ბოლოს კითხა: ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ არ უნდა შეგჭამო ახლავე? გთხოვ არ შემჭამო და გპირდები, ერთ დღეს მეც დაგეხმარები აუცილებლად, მიუგო თაგვმა. შენ? მე დამეხმარო? ასეთმა პატარა თაგვმა როგორ უნდა დამეხმარო? გადაიხარხარა ლომმა. თუმცა ბოლოს მაინც შეეცოდა თაგვი და გაუშვა. მეორე დღეს ლომის საჭმლის საძებნელად ტყეში დაიარებოდა. უეცრად იგი მონადირეების დაგებულ მახეში გაება. ძალიან ბევრს ცდილობდა განსათავისუფლებლად, თუმცა უშედეგოდ. ის ცხოველთა მეფე იყო და დასახმარებლად სხვა ცხოველებს ვერ ეძახდა. თან მის ხმაურზე მონადირეებიც მოვიდოდნენ, ამიტომ ლომმა გადაწყვიტა დალოდებოდა. ტყეში მცხოვრებმა სხვა ცხოველებმა შენიშნეს, რომ ლომი მონადირეების მახეში გაება, თუმცა დასახმარებლად ვერავინ ბედავდა მისვლას. ყველას ძალიან ეშინოდა. უცებ ტყეში ლომთან ახლოს გამოჩნდა თაგვი. რომ დაინახა გასაჭირში მყოფი ლომი, მაშინვე მისი დახმარება გადაწყვიტა. აძვრა მონადირეების დაგებულ მახეზე და თოკის კბილებით გადაჭრა დაიწყო. ამ დროს ტყეში მონადირეების ხმაც გაისმა. ყველა ცხოველს ძალიან შეეშინდა და გაიქცნენ დასამალად. თუმცა
თაგვს არ შეეშინდა და იგი განაგრძობდა თოკის გაჭრას და ლომის განთავისუფლებას. ცოტა ხანში თაგვმა თოკი გადაჭრა და ლომი გაანთავისუფლა. ლომს გაუკვირდა თუ როგორ შეძლო ეს ყველაფერი თაგვმა და მადლობა გადაუხადა. ამასობაში მონადირეების ხმა ახლოვდება, ისინი უკვე ახლოს იყვნენ. ლომმა თაგვის ზურგზე შეისვა და ერთად გაიქცნენ დასამალად. ლომმა თაგვი თავის ბუნაგში წაიყვანა და გადარჩენისთვის მადლობაც გადაუხადა. ყველა ცხოველი მათ გარშემო შემოიკრიბა და გაკვირვებული უყურებდა თაგვის სიმამაცეს. ამ დღის მერე ლომი და თაგვი საუკეთესო მეგობრები გახდნენ და სულ ერთად იყვნენ. ეს ამბავი ერთ დიდ კარმიდამოში მოხდა, სადაც ბევრი სხვადასხვა შინაური ფრინველი ცხოვრობდა. შინაური იხვიწა ბუდარში კვერცხებზე იჯდა და თავისი ჭუკების გამოჩეკას მოთმინებით ელოდა. როგორც იქნა, ნანატრი დღე დადგა და კვერცხის ნაჭუჭების მსხვრევის ხმაც გაისმა. დედაიხმა დაინახა, როგორ გამოყვეს თავი კვერცხებიდან პაწია ჭუკებმა. მალე გამოძვერით ნაჭუჭებიდან, თქვენ ფრინველთა ეზო გელოდებათ. დააჩქარა დედამ პატარები და შვილები გადათვალა. დედამ საბუდრისაკენ გაიხედა და დაინახა, რომ ერთი, ყველაზე დიდი კვერცხი ჯერაც მთელი იყო. რა უნდა ექნა იხს? ისევ საბუდარში დაბრუნდა და დაელოდა, როდის დაიმსხვრეოდა ის კვერცხი. რამდენიმე დღეში კვერცხი გაიბზარა და იქიდან თავი პაწია არსებამ გამოყო. ეს ვინ არის? ჩემს ჭუკებს სულაც არ უგავს. გაიკვირვა დედაიხმა და კვერცხის ნაჭუჭიდან გამომძვრალი პატარა გულდაგულ შეათვალიერა. ის თითქოს რაღაცით კივგავდა მის პაწია ჭუკებს, მაგრამ მახინჯი იყო. ტანად დიდი, რუხი ფერის, თითქოს ნისკარტიც სხვაგვარი ჰქონდა. დანარჩენი კი ზომით ერთნაირები იყვნენ, ყვითლები და ლამაზები. გულდაწყვეტილმა გადახედა დედაიხმა მახინჯ შვილს. ყველა თავის ჭუკს ერთად მოუყარა თავი და დაარიგა. იცოდეთ, პატარებო, ჭკვიანად უნდა მოიქცეთ, უფროსებს პატივი უნდა სცეთ. აი იმ სუქან იხს ხომ ხედავთ, ამ ეზროს ყველაზე პატივსაცემი ქალბატონია. ის უცხო ჯიშისაა და მგონის ხვებზე ლამაზიც არის. ფეხზე წითელი ლენტიცა აქვს შებმული, ამიტომ მას განსაკუთრებული პატივით უნდა მოეპყროთ. კატას კი უფრთხილდით, მას ბასრი ბჭღალები აქვს და შეუძლია დაგკაწროთ. დედა იხმა პატარების დამოძღვრა დაასრულა და ერთმწყრივად დაწყობილები ეზოში გავიდნენ, სადაც მათ გამოჩენას უკვე მოუთმელად ელოდნენ სხვა შინაური ფრინველები. შვენიერი შვილები გხავთ ჩემო ძვირთასო, ოღონდ ეს ერთი რატომ არის ასეთი მახინჯი ვერაფრით გამიგია. შეეგება დედა იხს უცხოჯიშის ქალბატონი იხვი. იმ დღიდან კარმიდამოში მახინჯი ხვის ჭუკს ყველა გადაეკიდა. საბრალოს ქათმები თავში უნისკარტებდნენ. დაძმები მახინჯზე ძახდნენ და ახლოს არ იკარებდნენ. ისიც კი მოეჩვენა, რომ დედამაც აითვალწუნა. ამის ატანა პატარას აღარ შეეძლო. ამიტომაც ერთ დღეს ეზო გადაირბინა, თავისი პაწია ფრთები გაშალა, ღობეს გადაევლო და პირდაპირ ეკლიან ბუჩქებში ამოყო თავი. ცოტა ხანში პატარა ჭუკი ბუჩქებიდან გამოძვრა და ფრთების ფარტხუნით გაიქცა. დიდხანს ირბინა და საღამო ხანს ერთ პატარა ტბას მიუახლოვდა, სადაც გარეული იხვები ბინადრობდნენ. პატარა იხვებთან გაჭირვებით მიცურდა და თავი მდაბლად დაუკრა. მე ნება მომეცით, მეც აქ ამ ტბაში ვიცხოვრო, ითხოვა იხვის ჭუკმა. მიცხოვრე თუ გინდა, ოღონდ ჩვენ ახლოს არ გაგვეკარო. ნება დართეს გარეულმა იხვებმა. ამაზეც მადლობელი იყო პაკარა, მშვიდად დაცურავდა ტბაში და ლამაზი იხვების ცქერით ტკბებოდა. მაგრამ ერთ დღეს უეცრად ტბის ნაპირზე საშინელი ხმაური ატყდა. იხვის ჭუკმა გვიმრის ფოთლებიდან თავი გამოყო და დაინახა, რომ ირგვლივ მონადირეები შეკრებილიყვნენ და თოფებს ისროდნენ. სროლის ხმა ისმოდა ყველა მხრიდან და ამას ძაღლების ყეფაც ემატებოდა. ტბის ნაპირზე კი რამდენიმე მოკლული გარეული იხვი ტივტივებდა. ძალიან შეშინდა პატარა ჭუკი. სასწრაფოდ ამოხდა წყლიდან და ფრთების ფარტხუნით გაიქცა. დიდხანს ირბინა პატარამ.
და საღამო ხანს ერთ ქოხს მიადგა. ქოხის კარი ნახევრად ღია დახვდა, შიგნით შეზვრა და დაიძინა. გათენდა. იმ ქოხში ერთი დედაბერი ცხოვრობდა. მას საყვარელი კატა ჰყავდა. პატარა ჭუკს კარგად ახსოვდა დედის დარიგება, რომ კატებს უნდა მორიდებოდა. ამიტომ ფისოს ზრდილობიანად დაუკრა თავი და დედაბერის კალთას ამოეფარა. შენ კვერცხის დადება შეგიძლია? კითხა დედაბერმა. არა, გულწრფელად უპასუხა იხვის ჭუკმა. არც კნავილი და კუდი საპრეხა იცი? დაინტერესდა კატა. არა, არც ეგ ვიცი, თავი დახარა იხვის ჭუკმა. ჩვენ უსაქმური და უმაქნისი მობინადრე არ გვჭირდება. ახლავე გაშორდი ჩვენს ქოხს. დაუცაცხანეს კატამ და დედაბერმა და გარეთ გააგდეს. ისევ ფრთების ფართხუნით გაიქცა. ირბინა და შორ ახლო მოზრდილი გუბე აღმოაჩინა. იქ მას ცურვას ვერავინ დაუშლიდა, ამიტომაც ჭუკი მთელი დღე წინ და უკან დაცურავდა. ამასობაში შემოდგომა დადგა. აცივდა კიდეც. მალე თოვლიც წამოვიდა და გუბემ გაყინვა დაიწყო. იხვის ჭუკი შეუსვენებლად დაცურავდა წინ და უკან, რომ როგორმე თავისი გუბე ყინვისგან ეხსნა, მაგრამ ბუნების კანონს წინ ხომ ვერ აღუდგებოდა. ერთ დღესაც ძლიერი ყინვის გამო საბრალო ჭუკიც გუბეს მიეყინა. ბევრი აფართხალა ფრთები. ცდილობდა ყინულიდან თავი დაეღწია, მაგრამ ვერაფერი შეძლო. იფიქრა, ალბათ ეს არის ჩემი ბოლო, რომ ბავშვის მხიარული ხმა გაიგონა. მამიკო, შეხედე, მგონი პატარა იხვი იყინება, მოდი უშველოთ. მართლაც პატარა ჭუკმა იგრძნო, ძლიერმა ხელმა როგორ მოაცილა იგი ყინულს და სადღაც წაიღო. ადამიანებმა ის შინ მიიყვანეს და აგიზგიზებული ბუხრის წინ დააწვინეს. რამდენიმე დღეში იხვის ჭუკი გონს მოეგო და სახლსაც შეეჩვია. ის და პატარა ბიჭუნა მშვენივრად თამაშობდნენ ერთად. ასე გავიდა ზამთარი. მახინჯი ჭუკი ადამიანებს მიეჩვია, მაგრამ გული მაინც გარეთ მიუწევდა. სურდა თავისნაირები ეპოვა და მათთან გაშინაურებულიყო. მალე გაზაფხულიც დადგა. ერთ დღეს ჭუკმა გარეთ გაიხედა და დაინახა, რომ ირგვლივ ყველაფერი ამწვანებულიყო და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. მან ფრთები გაშალა და იგრძნო, რომ გაცილებით ძლიერი იყო. ფრენაც მშვენივრად შეეძლო. გაშალა ფრთები და აფრინდა. იფრინა და ერთ ლამას ტბასთან მიფრინდა. უცებ ფრთების თქარათქური შემოესმა და დაინახა, რომ მისკენ სამი ულამაზესი, თეთრი გედი მოფრინავდა. იხვის ჭუკი რომ დაინახეს, ისინი ტბის ზედაპირზე დაეშვნენ და მაშინვე მისკენ გაცურეს. ალბათ არ სურთ ჩემნაირი მახინჯი ამ ტბაში ცხოვრობდეს და ჩემსკენ იმიტომ მოემართებიან, რომ ფრთებით გადამდელონ. თუმცა, ასეთ სიცოცხლეს მირჩევნია ამ ლამაზი ფრინველების ფრთებქვეშ დავლიოსული. გაიფიქრა ჭუკმა და თავი დახარა. უცებ მან კამკამა წყალში საკუთარი ანარეკლი დაინახა და გაოცდა. ის აღარ გავდა მახინჯი იხვის ჭუკს. იგი ულამაზეს, თეთრ გედად გადაქცეულიყო. ამ დროს ტბასთან პატარა ბავშვები მიცვიდნენ. შეხედეთ, ჩვენს ტბაში ახალი გედი გამოჩნდა, ის ყველაზე დიდი და ლამაზია. სამი თეთრი გედი კი მის გარშემო დაცურავდა და ეალერსებოდა. ახალგაზრდა გედს ვერც კი დაეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა, რადგან მშვენივრად ახსოვდა ის დრო, როცა მახინჯი ჭუკი იყო და უამრავ დაცინვას იტანდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკან დარჩა. მახინჯი ჭუკი ახლა ულამაზესი გედი იყო. მან ყელი მოიღერა და აღტაცებულმა წამოიძახა. ასეთ ბედნიერებაზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო, მაგრამ ოცნებები ზოგჯერ ცხადშიც ხდება ხოლმე.